დღეს გიას წარდგენა გვაქვს და გადავწყვეტეთ, მაგრამ ჩვენ თვითონ მოვიაროთ მანქანით. არა მხოლოდ ლამაზი ადგილები ბათუმის, რომელიც რა თქმა უნდა, თემ სოფლიომიც მარტო საქართველოს კი არა, არამედ ის ადგილები, სადაც ტელეკამერები არ აღწევს, მაგრამ რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ბათუმელისთვის. აი ეს არის ახალი გზა. ეს არის სადაც ახალი ბათუმი კეთდება. ჩვენ მოვდივართ ახალი გამწვენით სანაგრევების სანახავად. მე მგონი ლეონ ევროპაში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიით ეს კეთდება, ხო ეხლა რაცა. რა სინდისით ენატრებათ კომუნისტები და ძველი მთავრობა, აი მართლა წყალსადენი არ გააკეთეს. აი ეს არის გამწვენი ნაგებობა, ხო? ეს არის რაც ქმნის სულიანად სულის ბათუმელების ცხოვრებას. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მაგარი წყალსადენი იქნება, ყველაზე მაგარი კანალიზაცია, სხვა გაიწმინდება. აი აქ იხსნება ახალი ბათუმი, რა აქედან აიქამდე სოფლიოში რაც საუკეთესო ადგილები მინახავს საზღვაო, ყველაფერს ჯობია. ეხლა აფრინდათ თვითონ ყოველ ნახევარსაათში ერთხელ რაღაცა აფრინდება ჯდება. აბაშიძის დროს კვირაში იყო ხოლმე ერთი ცალი. ახალი ბულვარი მე მაშინ მეგონა ლევანის შემოქმედებით ფანტაზიის წვერვალი. ეხლა რასაც აკეთებს, ეს არის სოფლიოს მართლა ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და მაგარი ბულვარი იქნება. ეს რომ გაიხსნება იქნება 8 კილომეტრი. 1 კილომეტრი ხიდი დაემატება და პლუს 9 კილომეტრი რომელიც სულ 18. სხვა ჯერ რაცა გააკეთა კარგი ლევან, მაგრამ აჭარის ცენტრალურ უწყებებს შეიტანა შიგნით. ის კი არა ის ძველი ეს პრინციპი რომ იყო საბჭოთა ავტონომიის, რომ ყველაფერი ლამის სხვაზე უნდა მდგარიყო. არა, ყველაფერი შიგნით შეიტანა და თან წაიღო განვითარება შეიტანა. როგორც ჩვენ ქუთაისში პარლამენტს გადატანით, განვითარება მიგვაქვს იქ რეგიონში. აჭარის უწყებების გადმოტანით შიგნით და მათ შორის უზენაეს საბჭოს ჩაქვით, განვითარება შეიტანა იქით. დავიწყეთ გაზიფიცირების პროგრამა, რომელიც თვეში 25 ლარი უჯდება მხოლოდ ადამიანს. მაგრამ იმდენად ბალონის ფასი ხო? ბალონის ფასზე იაფია 25 ლარი რეალურად ამ წუთას. ნუ პლუს რა თქმა უნდა დაუჯდება, რაც დანახარჯი ექნება, მაგრამ ეს ძალიან ხელსაყრელია. უბრალოდ ერთადერთი პრობლემა არის ახლა რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიყვანოთ თითოეულ ბინამდე. და ახლა ბრიგადების დამატებას ვთხოვთ ამ კომპანიას სოკარს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. გამარჯობათ, როგორ ზადეთ? მოდი გავუჩვენოთ აი. დაგვიძახა ხალხო და უარსნულად. როგორ ახლა? გაზი რამ ფასად შემოგიტანეს? გაზი როგორც პარლამენტმა დაადგინა, ესე 25 ლარი, 25 ლარი განმადებით და დანარჩენი უკვე ვინმე უნდა. და რა მაინტერესებს, ეს ხალი გაუმჯობესდა ცოტა? რა თქმა უნდა, სისუფთავე, სიმძლავრე ყველაფერი. აი გაკეთე. ეს საჭაზე ვარ, ბევრი არ შეიძლება. ეს რა გაიძა? ედი იყო შეიძლება თქვენობაში. ძლიერი და მადლობელი ვარ დევანდელი მთავრობის. მაგრამ მინდა გითხრათ, მე არა ვარ კმაყოფილი ჯერჯერობით და ამიტომ ბოლომდე მადლობელი და მადლიერი ჯერ არა ვარ. მინდა რომ ყველა კომუნალური სამსახური კარგად შემოვიდეს. კანალიზაცია ბოლომდე გაკეთდეს, წყალი ბოლომდე გაკეთდეს და რაც თავი ხალხი დასაკეთოს. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სიამის შეამატა. ეს ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში.